Ხამდროის ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცოტა ხნის წინ ის მარში, რომელიც შენახსენე გიორგი მრავალფეროვნების მარში მსვლელობით რუსთაველის გამზირის გავლით მოვიდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან და შეუერთდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. მრავალფეროვნების მარში აერთიანებდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მათგანს და მათი მოთხოვნები ისევე როგორც გასული 20 დღის განმავლობაში მოვისმინეთ აქციის სხვა მონაწილეებისგან არის იგივე. ისინი მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და ითხოვენ, რომ ქვეყანაში დაენიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ისინი ასევე საუბრობენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულნი და ამ ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. მოусმინოთ ამ ადამიანების კომენტარებს. მე პირადად უშუალოდ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემს, მუსლიმ თემს, მაგრამ აქ არიან სხვადასხვა ეთნიკური თემების, რელიგიური თემების წარმომადგენლებიც. მიზანი გახლავთ ის, რომ შევახსენოთ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას და ამ დე-ფაქტო მთავრობას და ასევე მსოფლიოს, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, თავისი ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, ესე იგი, ასპექტებიდან გამომდინარე და რომ საქართველოს თითოეული გაცნობიერებული მოქალაქე დღეს ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, მისი უსაფრთხოების საგუშაგოზე და დღევანდელი ეს მარშიც არის ერთი სიმბოლური გამოხატულება ამის. მრავალფეროვნების მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით მათ შეუერთდა ასევე სტუდენტების მარში და ისინი უკვე მსვლელობით ერთიანად მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას. რუსთაველის გამზირი პროტესტის 21 დღესაც გადაკეტილია და აქ იკრიბებიან მოქალაქეები ამ წუთებშიც და გაჩვენებთ თუ რა ვითარება ახლა გამზირზე და დაგიტოვებთ კადრებს უკომენტარით. გიორგი ბოლქვაძე საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან. და საპროტესტო გამოსვლები დღის განმავლობაში არ წყდებოდა. აქციები დაიგეგმა საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც. თბილისში დღეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან შეიკრიბნენ და შემდეგ მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ. სტუდენტების მარშის სახელწოდებაა ბრძოლა გრძელდება. კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ძალიან მკაფიო და ეს ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას. ვთვლით, რომ არანაირი მიზეზით არ უნდა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხება და ამ პროცესის რაიმე მიზეზით გადადება. და აქ ვაპროტესტებთ, რა თქმა უნდა, გაყალბებულ არჩევნებს, რომელსაც არც ერთი, ასე ვთქვათ, განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს და გვინდა რომ რაც შეიძლება მალე აქ დგეს სამართალი. მთავარი სათქმელი არის ის, რომ პირველ რიგში 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა ჩემი აზრით, შესაბამისად, ჩემი პირველი мотиваცია აქციაზე ყოფნის ეს არის. მეორე ის, რომ არჩევნების გაყალბებასაც რო თავი დავანებოთ, რაც ხდება 28 ნოემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც კონსტიტუციის დარღვევით პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აჩერებს 2028 წლის ბოლომდე. ძალადობა, არა ადამიანური მოპყრობა, ყველანაირი კანონის დარღვევით ხალხის დაპატიმრება, სრულმოწმეობა სასამართლოზე. ეს ყველაფერი არ შეიძლება გაგრძელდეს. კავკასიის უნივერსიტეტიდან ვარ და ჩემი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ქვეყანაში ახლა ამ მდგომარეობაც არის ძალიან უსამართლოდ გრძნობ თავს. და რა ვიცი, ხო ვუყურებთ რა ხდება, ეს უსამართლობები, დაჭერები, ცემები და ასე შემდეგ. არ მინდა რომ ჩემი მომავალი ეგეთი იყოს და არ მინდა რომ ჩემი შვილი ეგეთ ქვეყანაში ცხოვრდეს და მინდა რომ ევროპული მომავალი გქონდეს მეც, ჩემს შვილსაც, ჩემს შვილებსაც და ჩემს ბებია ბაბუას.